Teleradio კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. წმინდანთა ცხოვრება. წმინდა აბიბოს ნეკრესელი. მე-6 საუკუნის შუახანებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ისტორიული გამოცდის წინაშე იდგა. ეს იყო დრო, როცა ქვეყნის ბედი მხოლოდ מחვილითა და პოლიტიკით არ წყდებოდა. ბრძოლა სულიერ სივრცეშიც მიმდინარეობდა. აღმოსავლეთიდან გაძლიერებული სპარსული ზეწოლა მხოლოდ მიწების დამორჩილებას არ ისახავდა მიზნად. სასანიდური ირანი ცდილობდა ქართველი ხალხის სარწმუნოების შერყევას, ქრისტიანული ცხოვრების წესის შეცვლას და მაზდეანობის გავრცელებას. ამ დიდ განსაცდელში საქართველოს ეკლესია და ხალხი განსაკუთრებულად საჭიროებდნენ მტკიცე და უშიშარ მოღვაწეებს. სწორედ ასეთ დროს გამოჩნდნენ ასურელი მამები, რომლებმაც ქართულ მიწაზე რწმენის განმტკიცების დიდი მისია იტვირთეს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო წმინდა აბიბოს ნეკრესელი, მღვდელმთავარი, ქადაგებელი და მოწამე, რომელმაც თავისი სიცოცხლით ქრისტიანული სიმტკიცის ნათელი მაგალითი დატოვა. აბიბოსი იმ წმინდა მამათაგანი იყო, ვინც პირველად ზედაზნის მონასტერში დამკვიდრდა. როცა დრო მოვიდა, იოანეს ზედაზნელმა თავისი მოწაფეები საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაგზავნა. აბიბოსიც მისი კურთხევით ნეკრესში ჩავიდა. სწორედ აქ დაიწყო მისი განსაკუთრებული და მძიმე მსახურება. იმ დროს ნეკრესში რთული ვითარება იყო. ამ მხარეში არა მხოლოდ წარმართული გავლენები არსებობდა, არამედ ცეცხლს თაყვანისმცემელთა ძლიერი კერაც იყო ჩამოყალიბებული. სპარსელები ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ მაზდეანობა ხალხში ღრმად დამკვიდრებულიყო. ძველი წყაროების მიხედვით, მათი ზეწოლა ზოგჯერ იმდენად შორს მიდიოდა, რომ ქრისტიანული ტაძრების სიახლოვესაც კი აწყობდნენ თავიანთ სალოცავებს. ნეკრესშიც ცეცხლთაყვანისმცემლებმა ეკლესიის მახლობლად ააგეს ადგილი, სადაც დღედაღამ ენთო ჩაუქრობელი ცეცხლი. ამ ცეცხლს ისინი წმინდად მიიჩნევდნენ და ქრისტიანებს აიძულებდნენ ტაძარში შესვლამდე მისთვის ეცათ თაყვანი. ეს იყო რწმენაზე პირდაპირი ძალადობა და ხალხის ყოველდღიური დამცირება. აბიბოსმა ნეკრესში ჩასვლისთანავე კარგად დაინახა, თუ რა საფრთხის წინაშე იდგა ადგილობრივი სამწყსო. იგი არ შემოიფარგლა მხოლოდ ეპისკოპოსის მშვიდი მსახურებით. დაუღალავად დადიოდა სოფლებში, ქადაგებდა, ამხნევებდა ქრისტიანებს, განამტკიცებდა მათ სარწმუნოებაში და ცდილობდა მთიანეთის მოსახლეობის მოქცევას. ჰაგიოგრაფიული ცნობების მიხედვით, იგი საკუთარი ხელით ანადგურებდა კერპებს და წარმართობის წყვდიათში მყოფ მოსახლეობას ქრისტესკენ აბრუნებდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალნენ წილკანისა და ნეკრესის ეპისკოპოსები. ქართლის კათოლიკოსმა ევლოგიმ განიზრახა ახალი მღვდელმთავრები ღვთისნების ნიშნით გამოერჩია. გადმოცემის თანახმად, იმ დღეს, ვინც უფალს უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა, სწორედ ის უნდა გამხდარიყო ეპისკოპოსი. ამგვარად გამოირჩა აბიბოსი. კათოლიკოსმა ის ნეკრესის ეპისკოპოსად აკურთხა, ისე კი წილკანის. ასე შეუდგა აბიბოსი უკვე არა მხოლოდ ბერისა და ქადაგებლის, არამედ მღვდელმთავრის მძიმე მსახურებას. მისი ეპისკოპოსობა ყველაზე მწვავე დაპირისპირების ხანას დაემთხვა. სპარსელები მაზდეანობის ქადაგებას მხოლოდ თავიანთი რელიგიის გავრცელებად არ მიიჩნევდნენ. ეს იყო პოლიტიკური ბატონობის იარაღიც. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველებს ქრისტეს რწმენა დაეთმოთ. ასეთ ვითარებაში აბიბოსის სიმტკიცე განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. მან ვერ აიტანა ის, რომ ნეკრესის შუაგულში ქრისტიანული ტაძრის მახლობლად ხალხის თვალწინ ენთო ცეცხლი, რომელსაც ღვთიურ ძალად ასაღებდნენ. მაშინ მან გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. მივიდა და ეს ცეცხლი წყლით ჩააქრო. ეს მხოლოდ სიმბოლური მოქმედება არ ყოფილა. ამით აბიბოსმა ყველას დაანახა, რომ ის, რასაც მოგვები ღმერთად აცხადებდნენ, ჩვეულებრივი მატერია იყო, რომელიც წყლის წინაშე უძლური აღმოჩნდა. ამ გაბედულმა საქციელმა სპარსელთა მძვინვარება გამოიწვია. მღვდელმთავარი მაშინვე შეიპყრეს, საპყრობილეში ჩააგდეს და სასტიკად აწამეს. ამის შემდეგ იგი ქართლისკენ წაიყვანეს, რათა მარსპანის წინაშე გაესამართლებინათ. გზად, როცა მცხეთას მიუახლოვდნენ, აბიბოსმა სვეტი ცხოველში ილოცა.
შემდეგ მან მოითხოვა შიომღვი მეენახა, სპარსელები დათანხმდნენ. ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შიომ აბიბოსი გაამხნევა და უთხრა, რომ რადგან ხილული ცეცხლი ჩააქრო, ღმერთი ძალას მისცემდა უხილავი, ბოროტი განსაცდელით დაეძლია. ეს იყო არა მხოლოდ დამშვიდობება, არამედ სულიერი დამაგრება იმ წამებისთვის, რაც წინ ელოდა. გადმოცემით, იმავე დროს ანტიოქიაში ღირს სვიმეონ მესვეტესაც ეუწყა აბიბოსის მომავალი წამება. მოგვიანებით წმინდას გზაში სვიმეონის გამოგზავნილი წერილიც და კვერთხიც გადასცეს. ამ ამბავს ჰაგიოგრაფია განსაკუთრებულ ნიშნად წარმოაჩენს. თითქოს ეკლესიამ სხვადასხვა მიწაზე მყოფმა წმინდა ადამიანებმა წინასწარვე იცოდნენ, რომ აბიბოსს მოწამეობრივი გვირგვინი ელოდა. როცა აბიბოსი მარსპანის წინაშე წარადგინეს, მას კითხეს, რატომ შეურაცხყო მეფის ძალაუფლება და რატომ მოკლა მათი ღმერთი. აბიბოსმა მშვიდად, გონივრულად და უშიშრად უპასუხა. მან თქვა, რომ ღმერთი არ მოუკლავს, რადგან ცეცხლი ღმერთი არ არის. იგი მხოლოდ ერთ-ერთი ქმნილებაა, იმავე სამყაროს ნაწილი, რომლის შემადგენელიცაა წყალი, მიწა და ჰაერი. თუ მცირე წყალმა შეძლო მისი ჩაქრობა, მაშასადამე იგი ღვთაება ვერ იქნება. ასეთ სიმტკიცეს მარსპანი არ ელოდა. განრისხებულმა ბრძანა, რომ წმინდა მოდელთმთავარი ქვებით ჩაეკოლათ. ასე მოწამეობრივად აღესრულა აბიბოსი. მისმა მტრებმა მისი წმინდა ცხედარიც არ დაინდეს. ქალაქგარეთ გაათრიეს, რათა მხეცებსა და ფრინველებს დაეგლიჯათ. და მცველებიც მიუჩინეს, რომ ქრისტიანებს არ მოეპარათ. მაგრამ მოხდა სასწაული. ცხედარი ხელუხლებელი დარჩა. არც ერთი ნადირი მას არ მიყარებია. ერთი ღამით, როდესაც მცველებს ჩაეძინათ, ქრისტიანებმა ფარულად აიღეს მღვდელმთავრის ნაწილები და დიდი პატივით დაკრძალეს. მოგვიანებით ის მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში, საკურთხეველში ტრაპეზის ქვეშ გადაასვენეს, სადაც იგი დღემდე განისვენებს. წმინდა აბიბოს ნეკრესელის წამება ქართლის კათოლიკოს მაკარისა და მეფე ბაკურ მესამის დროს მოხდა. ასურელ მამათაგან ერთადერთია, რომელსაც მოწამეობრივი აღსასრული ერგო. ამით მისი ადგილი ქართულ საეკლესიო ისტორიაში განსაკუთრებით გამორჩეული გახდა. მისი ღვაწლი მხოლოდ პირადი სიმტკიცის მაგალითი არ იყო. მან დიდი როლი შეასრულა ნეკრესის ეპარქიის გაძლიერებაში, ხალხის რწმენის განმტკიცებაში და კახეთის მთიანეთის გაქრისტიანებაში. ამიტომაც ახსენებენ მას დიდი პატივით, როგორც საეკლესიო გადმოცემები, ისე ქართველი მემატიანეები. წმინდა აბიბოსის ცხოვრება გვასწავლის, რომ ჭეშმარიტება წმინდა მოღვაწეთა მხრიდან ქრისტესთვის თავგანწირვის მძიმე საფასურის ფასად იცავს თავს. მან იცოდა, რომ სიმართლის თქმა ტანჯვას მოუტანდა, მაგრამ დათმობაზე არ წავიდა. მან აირჩია არა სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ რწმენის ერთგულება. სწორედ ამიტომ დარჩა იგი ქართულ მეხსიერებაში, როგორც შეუპოვარი მღვდელმთავარი, სარწმუნოების დამცველი და მოწამე, რომლის მაგალითიც საუკუნეების შემდეგაც ძალას აძლევს ეკლესიას და ერს. ფასდაუდებელია 13 ასურელი მამის ღვაწლი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასა და აღორძინებაში. წმინდა აბიბოს ეკლესია 12 დეკემბერს იხსენებს. ტელერადიო კომპანია Georgian Times. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. სცენარების ავტორები ნოდარ მელიქიძე, მირზა ცხოიძე და მერაბონიანი. მონტაჟისა და ხმის რეჟისორი ნოდარ მელიქიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.